ვითარება ახლო აღმოსავლეთში და ირანის და მთელი რეგიონის მომავალი. აღმოსავლეთ მცოდნე ისტორიკოსი გუბას სანიკიძე იქნება გადაცემის პირველი სტუმარი. პოლიტიკა, პოლიტიკოსების და საჯაროდ კრიტიკული აზრის გამოხატვის უფლების გარეშე. ბელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე და სომხეთის პრემიერ-მინისტრის საქართველოში ვიზიტის და განცხადებების შეფასებები. კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. დღეს ოცნების პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ერთდროულად ახდენს კრიტიკული აზრის საჯაროდ გამოხატვის კრიმინალიზებას, რეჟიმის ცენზურის მიღმა დემოკრატიულ სამყაროსთან ინსტიტუციონალურ თანამშრომლობას, კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლების იმდაგვარად შეზღუდვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ბოლო 8 წლის განმავლობაში რაიმე ფორმით მოთანამშრომლე საზოგადოებრივად აქტიურ ადამიანს პოლიტიკური პარტიის წევრობის უფლება აღარ ჰქონდეს. აქვე შეგახსენებთ, რომ ასეთები პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეებიც კი გვყავს. ანუ ერთი გადაწყვეტილებით ოცნება ოპონენტების მნიშვნელოვან ნაწილს პარტიულ საქმიანობას უკრძალავს. ცალკე თემაა ლეგიტიმაციის უკიდურესი დეფიციტის პირობებში იურიდიული ძალადობით აღიარების გამომათხოვრება. მოკლედ ოცნებამ დღეს ბოლო მოსმენით კანონებში შეტანილი ცვლილებებით ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში გადაიყვანა საჯარო და პოლიტიკური სივრცე და სრული პოლიტიკური ცენზურის ფაზაში გადავიდა. თან ეს ყველაფერი ისე გააკეთეს ცენზურაში ბრიტანეთის დადანაშაულება და ბრიტანელი პოლიტიკური ლიდერების deep state-ის აგენტებად მონაცვლა არ დავიწყებიათ. ბატონი ჯონსონის ბოლო ინტერვიუთი მინდა დავიწყო მისი მხრიდან ყველაზე რეიტინგული მედიების იმედისა და პოზიტივის დასანქცირების გამართლებამ საბოლოოდ გამოაჩინა თუ ვინ დგას ამ პროცესების უკან. ჩვენ ხედავთ გეოპოლიტიკურ შურიზიებას ჩავარდნილი რევოლუციური სცენარების გამო. საქართველოში მედიაზე შეტევა ყოველთვის იყო აგენტურის პოლიტიკური თვითმკვლელობის აქტი. ბრიტანეთში შეიძლება მოახერხოთ, მაგრამ საქართველოში სიმართლეს ვერასდროს დაასანქცირებ. აი ნამდვილი ქართული deep state-ის შესახებ სრულყოფილ ჩვენებას კი დღესვე ვისმენდით ჯანგველაძის მკვლელობის სასამართლო განხილვაზე. ამ თემის მცოდნე ადამიანი, აქ არ ხუმრობ, სრული სერიოზულობით ვამბობ, კოკა მორგოშია კომპეტენტურად ხსნის ფარცხალაძისა და ივანიშვილის მიერ დანიშნული სხვა მაღალი თანამდებობის პირების მიერ მართული კრიმინალურ პოლიტიკური სინდიკატის მუშაობის სტრუქტურას და სპეციფიკას და აზრადაც არავის მოსდის ამ ჩვენების საფუძველზე იქვე სასამართლო დარბაზში კითხვა დასვას თუ ვისი ზურგით და მფარველობით ფუნქციონირებდა ეს სინდიკატი. ფაქტობრივად კრიმინალური სახელმწიფო ინფრასტრუქტურა სახელმწიფოში, ანუ ნამდვილი deep state. ქვეყანაში ცხოვრება კიდევ უფრო ძვირდება. ინფლაცია მატულობს, ხალხი ღარიბდება, ოცნების მთავრობის PR სტრატეგია ჩავარდა. სურსათზე ფასები წინა წელთან შედარებით ლამის 10%-ით 9.5%-ით გაძვირდა. კობახიძის მიერ შექმნილმა კომისიებმა კვერცხის ფასსაც ვერაფერი უშველა. ოპოზიციური ალიანსის ფორმატში დღეს შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დააორგანიზებენ საპროტესტო აქციებს, შეხვედრებს რეგიონებში და ვიზიტებს უცხოეთში. ისინი პარტნიორებს ეუბნებიან, რომ საქართველოში არსებობს პროდასალური დემოკრატიული ერთობა, ვისაც ქვეყნის მართვა შეუძლია. გვებრძვის რეჟიმი, რომელიც ყველა მეთოდით შეეცდება, ასე ვთქვათ, ცალკეული სუბიექტები გამოაცალოს ამ ბრძოლას. მე არ მგონია, რომ გამოუვიდეს. პირველი ნაბიჯი აბსოლუტურად ყოველგვარი დათქმების გარეშე უნდა იყოს პოლიტპატიმრები გარეთ. ჩვენი მთავარი, როგორ გითხრათ, სამიზნე, ვისაც ვესაუბრებით, ეს არის საზოგადოება, ხალხი. გვესმის ისინი, რომ ყოველ დღე უამრავ არასწორ ნაბიჯს დავინახავთ მათი მხრიდან, მაგრამ ჩვენ ამაზე ხო ვერ ვიქნებით აწყობილი. ჩვენ გვინდა თანხმობა, ჩვენ გვინდა გაერთიანება, ჩვენ გვინდა წინსვლა, ჩვენ გვინდა ის, რომ ქართულ საზოგადოებაში ყველას გაუწოდოთ ხელი, მათ შორის ხაზს გაუსვამ ქართული ოცნების მხარდამჭერებსაც.
და დღის კვირის და რა ვიცი ამ ბოლო პერიოდის და მომავალი დღეების მთავარი თემა ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა გენერალმა დენ კეინიმ პენტაგონში თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეტთან ერთობლივ ბრიფინგზე შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი ოპერაციის დაწყების დღიდან ირანის მიერ რაკეტებისა და დრონების გაშვების მნიშვნელოვან შემცირებაზე ისაუბრა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ირანის მიერ მოკლე ან საშუალო რადიუსზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების გასროლა საბრძოლო მოქმედებების პირველ დღესთან შედარებით დააკვირდით 86%-ით შემცირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კი 23%-ით. ამასთან თქვა, რომ ირანის მხრიდან ცალმხრივი თავდასხმისას დრონების გასროლა 73%-ით არის შემცირებული. მან ასევე თქვა, რომ ოპერაციას სამი სამხედრო მიზანი აქვს: ირანის ბალისტიკური რაკეტების საფრთხის ნეიტრალიზება, ირანის საზღვაო ფლოტის შესუსტება ან განადგურება და ირანის სამხედრო შესაძლებლობების სწრაფად აღდგენის თავიდან აცილება. ამასთან ყველაზე მსხვილი სამხედრო და პოლიტიკური მიზანი ვიცით, რომ ატომური იარაღის წარმოების ინფრასტრუქტურის სრულად განადგურება არის. გენერალის თქმით, შეერთებულმა შტატებმა ოპერაციის ფარგლებში 2000-ზე მეტ სამიზნეს დაარტყა და 20-ზე მეტი ირანული საზღვაო ხომალდი გაანადგურა. ამას დიდწილად გაანეიტრალა ირანის ძირითადი საზღვაო საბრძოლო ძალები. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ოპერაცია შეაჯამა შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ადმირალმა, რომლის თქმითაც ოპერაციები გაგრძელდება. ირანის პასუხი კი არის, რომ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს არ აპირებენ. ლიკვიდირებული ალი ხამენეის მრჩევლის თქმით, ირანს ომის განუსაზღვრელი ვადით გაგრძელება შეუძლია. ამერიკა ირანში იმარჯვებს. ამის შესახებ კი შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჰეგსეტმა უბრალოდ თავზე ვთქვათ, ომის მინისტრი ქვია მას უკვე ბრიფინგზე განაცხადა. ჯერ მხოლოდ მეოთხე დღეა, ჩვენ ახლა დავიწყეთ მათი შესაძლებლობების ჩამოშლა და განადგურება, ამბობს ის. როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ საჭირო დროს დავუთმობთ იმას, რომ წარმატებას მივახციოთ. უბრალოდ თარგმანში რამდენიც იქნება საჭირო, ასეა ნათქვა. ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მსოფლიოში ორ ყველაზე ძლიერ საჰაერო ძალას ირანის ცაზე სრული კონტროლი ექნება, განაცხადა ჰეგსეტმა. მისივე ცნობით, შეერთებული შტატების დარტყმების შედეგად იმ ირანული სამხედრო დანაყოფის ლიდერი დაიღუპა, რომელმაც დონალდ ტრამპის მკვლელობას სცადა. ირანმა პრეზიდენტ ტრამპის მკვლელობას სცადა, ეს ვიცით, ბოლოს კი პრეზიდენტმა ტრამპმა გაიცინა, ასეთი იყო მისი ფრაზა. აღნიშნა შეერთებული შტატების ომის მინისტრმა. ასევე ჰეგსეტმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ შრი-ლანკის სანაპიროსთან ირანული სამხედრო გემი შეერთებული შტატების დარტყმის შედეგად ჩაიძირა. ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მტრის გემის ტორპედოთი ჩაძირვის პირველი შემთხვევაა, განაცხადა მან. ისრაელმა მოკლა რაჰმან მაკდამი, ირანის რევოლუციის გუშაკთა კორპუსის სპეციალური ოპერაციების დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც გავრცელებული ცნობით 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე აი სწორედ ის ტრამპზე მკვლელობის მცდელობის უკან იდგა. Now we're less than 100 hours into this operation. ამ ოპერაციის დაწყებიდან 100 საათიც კი არ გასულა და უკვე 2000-ზე მეტი საბრძოლო მასალის გამოყენებით თითქმის 2000 სამიზნეზე მივიტანეთ იერიში. ჩვენ მნიშვნელოვნად შევასუსტეთ ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა და გავანადგურეთ ირანის ასობით ბალისტიკური რაკეტა, გამშვებიდან და დრონი. მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ ვცდილობთ ვესროლოთ ყველაფერს, რასაც შეუძლია ჩვენ გვესროლოს. ჩვენი B2 და B1 ტიპის ბომბდამშენებმა დაუბრკოლებლად მიიტანეს ზუსტი ქირურგიული დარტყმები ირანის სიღრმეში მდებარე რამდენიმე სარაკეტო ობიექტზე, ხოლო წუხელ B52 ტიპის ბომბდამშენების ჯგუფებმა ბალისტიკური რაკეტების პოზიციებსა და მართო კონტროლის პუნქტებს დაარტყა. ჩვენ ასევე ირანის საზღვაო ძალებს მთლიანად ფლოტს ვძირავთ. ამ დროისთვის გავანადგურეთ ირანის 17 გემი, მათ შორის ყველაზე მოქმედი ირანული წყალქვეშა ნავი, რომელსაც ახლა ხვრელი აქვს. 10 წლების განმავლობაში ირანის რეჟიმი საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვებს ავიწროებდა. დღეს არ არსებობს არც ერთი ირანული გემი, რომელიც სპარსეთის ყურეში, ჰორმუზის სრუტეში ან ომანის ყურეში მოძრაობს და ჩვენ არ გავჩერდებით. გავაგრძელებთ დინამიკურ სამიზნე ოპერაციებს. და ვიწყებთ საუბარს აღმოსავლეთ მცოდნე ისტორიკოს გუბა სანიკიძესთან. ახლო აღმოსავლეთში მოვლენები ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დაძაბულად ვითარდება. ამ მხრივ საინტერესო არის, რომ
პირდაპირ დავიწყოთ საუბარი ბატონ გუბასთან. გუბას მოგესალმები. პრინციპში მე მქონდა მომზადებული მცირე მიმოხილვა კვლავ ირანის თემატიკასთან მიმართებაში, მაგრამ არა მარტო მთელი დღის განმავლობაში ხალხი ჩვენ მაყურებელი ინტენსიურად იღებს ინფორმაციას. ძალიან რთულია გადამოწმება ყველა ინფორმაციის. მაგალითად გუშინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აი საარჩევნო კომიტეტი, ეგრეთ წოდებული ექსპერტთა საბჭო, რომელიც შეკრებილი იყო ახალი მთავარი აიათოლას ასარჩევად, რომ ის შენობა განადგურდა, მთლიანად შენობა მართლაც განადგურდა, მაგრამ როგორც ჩანს არჩევნების სხვა ფორმით, ითქვა რომ ონლაინ, მაგრამ მე ეჭვება, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ ჩატარდებოდა, მაგრამ ჩვენ შევიტყვეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ თავად ირანში მართლობითი ვერტიკალი შენარჩუნებას ცდილობს, ასე ვთქვათ, არსებული ხელისუფლება. თუმცა სანამ ამაზე ლაპარაკს დავიწყებთ, თავარი კითხვა მაინც უკავშირდება იმას. შენი მრავალწლიანი დაკვირვებისა და შესწავლისგან, როგორც ირანის ისტორიის, ასევე მიმდინარე და თანამედროვე პოლიტიკის, რამდენად სერიოზული კრიზისის წინაშე დგას დღეს ირანი, როგორც სახელმწიფო და ის მართლობითი მოდელი, რომელიც იყო ჩამოყალიბებული და არის აი ამ 40 წლის განმავლობაში. დიდი მადლობა, მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ძალიან სერიოზული კრიზისია ირანის ისლამურ რესპუბლიკას, მაგრამ ერთი რამეც უნდა გავითვალისწინოთ, ჩვენ ასე ზედაპირულად არ უნდა შევხედოთ. ირანის ისლამური რესპუბლიკა მიჩვეულია კრიზისებს, საერთოდ. 79 წლიდან, როცა მოხდა ისლამური რევოლუცია, მის მერე პერმანენტული კრიზისები აქვს, მაგრამ ამ მასშტაბის მას ქონდა, როცა სადამ ჰუსეინი დაესხა 80 წელს ირანს, ერაყთან ომი როცა დაიწყო, მაშინ პირველი თვეები ძალიან გაუჭირდა ირანს, კრახის წინაშე იყო მისული, მაგრამ ვთვლი, რომ დღევანდელი კრიზისი გაცილებით უფრო სახიფათოა მისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით მოკავშირეების, კერძოდ ამერიკის შეერთებული შტატების და ისრაელის პოზიცია, დღის წესრიგი და მიზნები და ამოცანები. თუმცა მინდა ვთქვა, რომ მაინც ისრაელისა და ამერიკის პოზიციები გარკვეულ ნაწილში, მაგალითად ისრაელი ჩამოყალიბებულია ბოლომდე, მას უნდა ხელისუფლების ცვლილება და სისტემური ცვლილება. ანუ ისლამური რესპუბლიკის განადგურება ამ სახით. ამ მხრივ სიფრთხილე შეიმჩნევა ამერიკული მიდღმის, მათ პრეზიდენტის დავარქმევ, მე სიფრთხილეს არა, უფრო ლავირების საშუალება აქვს დატოვებული ამერიკულ მხარეს გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ ახლა თავარი ძალა მაინც პოლიტიკურათაც და სამხედრო თვალსაზრისით მაინც ამერიკელები არიან. მათ აქვთ გარკვეული საშუალება დატოვებული იმისი, რომ რაღაც ელასტიურობა გამოიჩინონ, შედეგს რას დაარქმევენ, ამის არჩევანის საშუალება აქვთ ამერიკელებს, მაგრამ აი ისრაელი პირდაპირ არაფერს არც მალავენ, პირდაპირ გაცხადებული აქვთ, რომ აიათოლების ხელისუფლება უნდა დასრულდეს 47 წლიანი ხელისუფლება, რომელიც იყო ამ თეოკრატიულ სახელმწიფოში, ხო? საერთოდ თეოკრატიული სახელმწიფო, თეოკრატია ნიშნავს ძვირფასო მეგობრებო საღვთო მმართველობას, ანუ ღმერთის მმართველობას, ასე ითარგმნება. დღეს მსოფლიოში ჩვენ გვაქვს ორი თეოკრატიული სახელმწიფო, ეს არის ვატიკანი, სადაც პირველ პირი არის რომის პაპი და ეს არის ირანი. თვით ავღანეთიც კი, სადაც ტალიბანი მართავს, არ არის თეოკრატიული სახელმწიფო. იქ საერო ინსტიტუტები აქვთ, მათ ყოველ შემთხვევაში გარეგულად ასე ჩანს, მაგრამ ირანი ზუსტად თეოკრატიული. მიხელ რომ შარიათის კანონებით იმართება, იქ მაინც სეკულარიზმის ელემენტები არის მართლობაში. ანუ უმაღლესი პირი სახელმწიფოს უმაღლეს რაჰბანი ქვია, ხო? თუ არ ვსწრები ირანში, ხო, ირანში მოკლედ ვიტყვი გიორგი. აი კითხვა მინდა ასე დავსვა. გუბას, რამდენად არის ეს ირანის პოლიტიკური მოდელი დამოკიდებული ეგრეთ წოდებული უზენაესი ლიდერის რაჰბარის, ანუ მთავარი აიათოლას ფიგურაზე და რა მოხდება სისტემასთან მიმართებაში, თუ ეს პოსტი, ეს თანამდებობა, თუ ეს მოდელი გაუქმდა და ჩამოიშალა. დაახლოებით 3-4 წუთი დამჭირდება. მე სურვილი მაქვს, რომ ჩვენს მაყურებელს გარკვეული ინფორმაცია მივაწოდოთ, იმიტომ რომ უღრმეს პატივისცემა ჩვენი საექსპერტო წრეებისა, მაგრამ ძალიან ფრაგმენტირებულად
აწვდიან ჩემი კოლეგები ჩვენს მოქალაქეებს ინფორმაციას და შინაარსი ამ სახელმწიფოს ფაქტიურად არავინ არ იცის როგორი არის რა და ჩვენ მოქალაქეებს აქვთ ცოდნის უფლება, ცოდნის მოპოვების უფლება, ბევრ უფლებებთან ერთად. მოკლედ ვიტყვი, ძვირფას მეგობრებო, ირანის ისლამური რესპუბლიკა, თეოკრატია არის ჩამოყალიბებული ასე. პირველი ინსტიტუცია ეს არის რაჰბარი, ანუ ბელადი, ანუ სულიერი ლიდერი. ეს არის სასულიერო პირი, აუცილებლად სასულიერო პირი, მას უნდა კონდეს წოდება აიათოლასი და მასში გაერთიანებულია ასევე საერო ხელისუფლება, ანუ კონცენტრირებულია ორივე ხელისუფლება, სასულიეროც და საეროც. აიათოლა ტერმინი მოდის ყურანიდან, აიათი არის შემადგენელი ნაწილი ყურანის, ყურანი მოიხსენებათ არის 114 სურიდან და 6336 თუ 236 აიათიდან. აიათი ნიშნავს ალაჰის სიტყვას, საიდუმლოს მესიჯს გადმოცემას, საჩუქარს ადამიანების აიათებისგან შედგება. აიათოლა ნიშნავს ანუ ალაჰის აიათი. ეს არის სასულიერო წოდება. ძალიან უხეშად რო შევადაროთ, ეს არის როგორც კარდინალები კათოლიკურ ეკლესიაში. ანუ რაჰბარის ხელში არის ყველაფერი. მეორე ინსტიტუცია ეს არის ეგრეთ წოდებული ექსპერტთა საბჭო. ბევრს გონია რომ აიათოლების საბჭოს ეძახიან, არ არის ეს აიათოლების ეს არის მუჯთაჰიდების, ეგრეთ წოდებული მუჯთაჰიდების საბჭო, რომელიც აიათოლა საერთოდ არის 14 თუ 16 საერთოდ როგორც ირანში, ერაყშიც არიან. ძალიან დიდი აიათოლას აქვს ფეტვის გამოცემის უფლება, ანუ რელიგიური ბრძანებულების. ისე რომ არავის არ შეეკითხოს რა. ხო და ეს არის მუჯთაჰიდების საბჭო, რას გულისხმობს 88 კაცის საბჭო არის. ამათი არჩევა ხდება 8 წელიწადში ერთხელ საერთო სახალხო არჩევნებით, გიორგი. ესენი არიან აუცილებლად სასულიერო პირები. მათი ისინი წელიწადში იკრიბებიან ერთხელ ან ორჯერ, ერთ კვირაზე მეტი არა. მათი სხდომები ყოველთვის დახურულია, ისინი აკონტროლებენ ყველაფერს და რაც თავარი არის, ისინი ირჩევენ რაჰბარს. ოღონდ რაჰბარი მანდა მაინც მათი რიგიდან არ არის. შეიძლება გარედან იყოს, მაგალითად ეს ჰამენეი, რომელიც დაიღუპა, ხო? ჰამენეი არ იყო აიათოლა და აიათოლას ტიტული მიიღო მერე, როცა გახდა რაჰბარი, ხო? მოვლენებს რო გადაუსვოთ, ანუ როცა მოჩიდა ბაზდიარის ლაბარაკი, ანუ მის შვილზე ისიც არ არის სასულიერო წოდების. ეგეთქვით, მან 3 კანდიდატურა იყო წამყვანი მივალ მაგრამ, ხო? ანუ ეს არის ექსპერტთა საბჭო, ასამბლეას, რომელიც დახურული ორგანიზაცია 88 წევრიდან შედგება და ისინი ირჩევენ ან გადაღებად შეუძლიათ რაჰბარის. შემდეგ მოდის პარლამენტი, ანუ მეჯლისი. ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება, 290 დეპუტატს ირჩევენ 4 წლის განმავლობაში საერთო სახალხო არჩევნებით. უпростоრად საკანონმდებლო ხელისუფლება, რაც შეეხება აღმასრულებელ ხელისუფლებას, ეს არის პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევენ, მთავრობას ამტკიცებს ის, პრეზიდენტს ყავს 10 ვიცე-პრეზიდენტი, დარგობრივი ვიცე-პრეზიდენტები ყავს, არ ვიცი ხშირია, სხვა რიცხვია. მე როცა ვიყავ მაშ ჩასული 10 ყავდათ ვიცე-პრეზიდენტი, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლება და როცა მინისტრთა კაბინეტს წარადგენს, მან აუცილებლად ექსპერტთა საბჭოს უნდა შეუთანხმოს. განსაკუთრებით ძალისმიერი სამინისტროები. მერე მოდის კონსტიტუციის გუშაკთა საბჭო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ესა ფაქტიურად სასამართლო უზენაესი სასამართლო დავარქვა, საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც შედგება 12 კაცისგან, აქედან 6 ნიშნავს პარლამენტი, ესენი არიან იურისტები, მაგრამ 6 ნიშნავს რაჰბარი. ესენი არიან სასულიერო პირები. და მათთან უნდა შეთანხმდეს ყველა კანონპროექტი ან მიღებული კანონი, რასაც მეჯლისი მიიღებს. კიდევ მათ აქვს ძალიან საინტერესო ინსტიტუცია, ეს არის მიზანშეწონილობის საბჭო. მიზანშეწონილობის საბჭოს მთავარი ამოცანა არის, რომ თუ მეჯლისსა და კონსტიტუციის გუშაკთა საბჭოს შორის მოხდა შეუთავსებლობა და ვერ შეთანხმდნენ, ხო, მაშინ ესენი არჩევენ.
საკმაოდ იერარქიული და საკმაოდ რთული სისტემა არის, ხო? შემდეგ მოდის ნუ რა დაგვჭა ხო მე ქვემოთ ჩამოვიდეთ ირანი დაყოფილი არის 31 ოსტანად, ანუ გუბერნიად, ადგილობრივი ხელისუფლების მერებსაც ირჩევენ, გუბერნატორებს ნიშნავენ თქვათ ესა რა ქვია კონსტიტუციის დაცვის გუშაკთა საბჭოდან ყველა კანდიდატურა უნდა შეთანხმდეს მათთან. ვინც კი სადმე რამე კენს იყრის მათ შორის პრეზიდენტად უზენაესი ფილტრია შეგვიძლია ის არის ფილტრი რა იმან თუ არ გაგატარა და თუ არ მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატებსაც ეხება აბსოლუტურად ნებისმიერ დაწყებული სოფლის გამგებლიდან დამთავრებული პრეზიდენტით უნდა შეთანხმდეს საბჭოსთან კონსტიტუციის გუშაკთა საბჭოსთან ხო ეს ოსტანები არის 31 გუბერნია ახლა თვითონ ირანი არის უზარმაზარი ქვეყანა ხალხო 1.600.000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი არის ეს რო წარმოვიდგინოთ მასშტაბებში ჩვენ მეზობელი თურქეთი ასე თუ ისე უკეთესად ვიცით თურქეთზე ორჯერ დიდია ტერიტორიით თურქეთი არის 90 მილიონიანი მოსახლეობით უკვე ასეც არის უკვე ასეც იქნება და ძალიან სრაფი დემოგრაფია აქვს ახალგაზრდობის წილი არის ლამის ნახევარი ქვეყანაში მე მაგალითად ბოლო არჩევნები როცა იყო მოქალაქეების 54%-ს ჰქონდა 56%-ს ჰქონდა საარჩევნო ხმა ანუ დანარჩენ 44-18 წლამდე არის გიორგი შენ წარმოგიდგენ როგორ ყველაზე ახალგაზრდა ერია დემოგრაფიული სტრუქტურის ხო ახლო აღმოსავლეთ თურქებსაც უსწრებ ჩვენზე აღარ არის ლაპარაკი ჩვენ პენსიონერების ერი ვართ დიდი ხანია უკვე და კატასტროფა გველოდებით აი ეს არის ხო ახლა რაც შეეხება ძალისმიერი სამინისტროები ხო და ძალა რაზე დგას ესა ყველაფერს აკონტროლებს რახბარი ირანს ყავს სამი შეიარაღებული ძალა ეს არის უბრალოდ არმია ცალკე არის რომელიც გერივით აყავთ არმიას არ აქცევენ ყურადღებას მაგრამ არის პარალელური ეს არის სახელგანთქმული რა ვიცი ბევრისთვის ცნობილი ეს არის ისლამური რევოლუციის გუშაკთა კორპუსი მოკლედ რომ დავარქვათ გუშაგების კორპუსი გუშაგების კორპუსი არის პარალელური არმია უკეთესად შეიარაღებული, უფრო დაფასებული, უფრო მაღალი ხელფასებით, ელიტა ფიზიკურად არჩევენ, სპეცსამსახურის ელემენტებით და ყველაფრით, ფლოტი, ავიაცია, ყველაფერი, артиллерია, სარაკეტო ძალებიც კი ყველაფერი, სარაკეტო ძალები ემორჩილება გუშაკთა კორპუსს. და ამასთან ეკონომიკასთან და ფინანსებთან მიმართებაში საუბარია, რომ ეკონომიკის ფაქტორი ნახევარზე მეტ საკონტროლო. ხო, გუშაკთა კორპუსის მთავარი ამოცანა არის ქვეყნის შიგნით რომ არ დაემუქროს ისლამურ რევოლუციას რამე, ანუ ქვეყნის შიგნით იყენებს რახბარი გუშაკთა კორპუსს, მაგრამ გუშაკთა კორპუსს ყავს გარდა ამისა საგარეო დივიზია, ეს არის დივიზია ალ-კუდსი, რომელიც გარეთ იბრძვის. იბრძოდა სირიაში, იბრძოდა ერაყში, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. სულეიმანი იყო მათი მეთაური. გენერალი სულეიმანი. ტრამპის პირველი პრეზიდენტობის დროს წერტილოვანი საგარეო კორპუსი, ხო? არმია არის გერი, უპატრონო, უთვისტომო, ნაკლებ შეიარაღებული, თუმცა ძალა არის. არმია რიცხობრივად მეტია გუშაკთა კორპუსზე, ანუ გუშაკთა კორპუსი უკეთესად არის შეიარაღებული. არის კიდე ბასიჯების კორპუსი. ეს არის ეგრეთ წოდებული მოხალისე ხო საერთოდ ბასიჯი ნიშნავს მობილიზაციას ეს არის სამოქალაქო პირები გასამხედროებული მათ მძიმე იარაღი არ აქვს მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღი აქვს და მიტინგების დასარბევად ესენი შედიან გუშაკთა კორპუსში უმცროსი აი როგორც იყო კომკავშირი და პიონერია ხო ისე არის უმცროსი მეგობრები არიან გუშაკთა კორპუსის და ბასიჯებიდან განსაკუთრებით ვინც გამოიჩენს თავს თქვათ რეპრესიებში მათ უკვე გუშაკთა კორპუსში დაწინაურების არის პოლიცია რომელიც საერთაფერს არ წარმოადგენს აი ესაა მართლობითი სისტემა ირანის საკმაოდ საინტერესო საკმაოდ ჩახლართული წინა ზაფხულის 12-დღიანი ომის დროს როცა მათ ნახეს რაღაცა დასკვნები გამოიტანეს და დეცენტრალიზაციის უფლება მიცეს უკვე გუბერნატორებს მაგალითად თორცლების საგარეო საქმეთა მინისტრმა არაქჩიმ გააკეთა განცხადება გუბერნატორებს მიეცათ მოქმედების თავისუფლება.
რომ რახან ამერიკელები და ისრაელი მეთაურებს და სახელმწიფოს მმართველობით სისტემას ესხმის თავს, ამიტომ გუბერნატორებმა უფრო მეტი უფლებები მიიღეს, რომ წინააღმდეგობა გაწიონ, ხო? ახლა რაც შეეხება თვითონ ვინ აირჩიეს, როგორ აირჩიეს. აი, სულ არ დაახლოებით 100 აიათოლა, მაგრამ აქედან არ არის 100 აიათოლა. 14-20 გრანდ აიათ, დიდი აიათოლა. აიათოლა არის თორცდები, ან 14 ან 16. ეს 88 კაცი ყველა აიათოლა არ არის, ან ყველა აიათოლა აქ არ შედის. მაგალითად ერაყელი აიათოლები აქ არ შედის. ასე იგი. ხო? მაგრამ 3 კანდიდატი იყო აქამდე, სამდე ომი დაიწყებოდა და იქ მიდიოდა უკვე დიდი ხანი საუბარი ხამენეის ჩანაცვლებაზე, ახლა მის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმებული იყო და ირანში ღიად მიდიოდა საუბარი. სხვათაშორის ეს უცნაური, აი ჩვენ ხო გონია ყველაფერი აი ისე აქვს თუ სულ ხმა არ გავიღო ყველა ერთში, არა. იქ შიგნით ერთმანეთის კრიტიკაც ჰქონდათ, ერთმანეთთან დაპირისპირებაც ჰქონდათ, მოსაზრებების დაპირისპირებაც ჰქონდათ. ახლა გეტყვით, 3 კანდიდატი იყო, ერთი არის მოჩთაბა ხამენეი, რომელზედაც არის საუბარი, რომ აირჩიეს, შეიძლება აირჩიეს, მაგრამ რამდენად კონსტიტუციურად აირჩიეს არ ვიცი, იმიტომ რომ გიორგი მათ აქვთ ჩანაწერი ასეთი, რომ მემკვიდრეობითობა არ აკრძალულობენ. შახის ეპოქა რო არ გაიმეორენ, ანუ მამიდან შვილზე არ უნდა გადავიდეს. ეს მათ აქვთ ჩაწერილი. ჯერ კიდე ხომეინის დროიდან. ეს ნიშნავს, რომ ისლამური რევოლუციის ერთ-ერთ მთავარ პრინციპს დაარღვევენ ამას. არღვევენ ამას, ხო, ანუ ახალი შახია, ასე გამოდის. ანუ როგორ არ ვიცით, ახლა ჩვენ ინფორმაცია არ გამოგვდის, აირჩიეს, ყველამ აირჩია, ნაწილმა აირჩია. ჯერ ოფიციალურადაც კი ბოლომდე არ ადასტურებენ ელიან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებას. ოპოზიციური რესურსები გვეუბნებიან ამის შესახებ, უფრო ემიგრაცია გვეუბნება ამის შესახებ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით ახლა, ხო, როგორ აირჩიეს ახლა ყუმში აფეთქეს ეს მათი ოფისი, სადაც იკრიბებენ წეს, თუნდაც შეიკრიბონ, შეკრება არის, თავად ფიზიკური შეკრება არის, ხო ახლა ონლაინ აირჩიეს. არა, მით უმეტეს რა ონლაინ გაც ყველაფერი განადგურებულია, იქ კომუნიკაციები არ არსებობს, მაგრამ ეს მოჩთაბა ვინ არის? დაუშვათ აირჩიეს ეს მოჩთაბა. მოჩთაბა არის მამამისზე უფრო რადიკალი. მოჩთაბა გამოირჩევა თავის სისასტიკით, თავის შეურიგებლობით, სხვათა შორის ომის გმირია ირან-ერაყის ომის დროს, ახალგაზრდა იყო, მაშინ ომობდა, მამამისიც ომობდა მაშინ და მოჩთაბა გამოირჩეოდა უკიდურესი ისლამისტური შეხედულებებით და უკომპრომისობით. ამბობენ, რომ მამამისზე უფრო რადიკალი ხო. ახლა მან იყო ძალიან საინტერესო 2009 წელს მან ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები, როგორც ჩანს, მაშინ გახდა აჰმედინეჯადი მეორეჯერ პრეზიდენტი, იმიტომ პირველად იყო. და მოჩთაბაზე ამბობდნენ, მოჩთაბამ გაიყვანა მაშინ შედეგების ფალსიფიცირების ნიშნები იყო. მუსავი იყო მეორე მხარეს, ის აზერბაიჯანელი იყო, მუსავის გაუყალბეს არჩევნები. დავიმახსოვროთ ეს მუსა აჰმედინეჯადს დაუჭირა მხარი და როცა ზაფხულში გამოსვლები იყო 2009 წელში, ბასიჯს დაარბევია მემიტინგები და მსხვერპლი იყო მაშინ დიდი. რა თქმა უნდა, ახლა ამხელა არ იყო, მაგრამ რამდენიმე ასეული კაცი მოკლეს მაშინ, ხო? მოჩთაბა გამოირჩევა ამით. მოჩთაბა თუ აირჩიეს, ეს ნიშნავს, რომ ომს აგრძელებს ბოლომდე ირანი. არის ეს ნიშნავს, რომ მათ შორის შეერთებული შტატებიც არ შეეგუება ამ სიტუაციას, იმიტომ რომ პრეზიდენტმა ტრამპმა თქვა, რომ ჩვენ შედეგით ისეთით უნდა დავამთავროთ, რომ ამაზე უარესი არ დარჩეს იქ მართველად. თუმცა ის უშვებს შესაძლებლობას, რომ იგივე მართველი პოლიტიკური ელიტიდან სხვა რომელიმე პერსონები ამერიკელების შეხედულება მოვიდნენ სათავეში, რომელთანაც კომუნიკაცია იქნება შესაძლებელი და პროგნოზირებადი იქნება მათი გადაწყვეტილებები. რა თქმა უნდა. ვახსენოთ აქ ბატონი ლარიჯანი, ისიც ვახსენოთ, რომ ბატონო გობას თქვენი პირადი ნაცნობია, არაერთხელ ლარიჯანი კი ორჯერა ვარ შეხვედრილი. მეორე კანდიდატურა ეს არის სადეყ ლარიჯანი, მისი ძმა ალი არდაშირ ლარიჯანი, უფროსი ძმა, ეს არის უშიშროების საბჭოს მდივანი. და მე რომ მკითხოთ დღეს ახლა ცოცხლები ვინც დარჩა, ყველაზე გავლენიანი ფიგურა არის ალი ლარიჯანი, რომელსაც მე ვიცნობ პირადად, ხო, დელეგაციები. ანუ მოქმედი უშიშროების საბჭოს მდივანია. ხო, მაგრამ გარდა უშიშროების მას აქვს დიდი გავლენები გუშაგებში. ისევე როგორც მოჩთაბასაც აყავს გავლენები. მისი ძმაც ერთ-ერთი დიდი აიათოლა. მისი ძმა სადეყ ლარიჯანი არის აიათოლა. აი მოჩთაბა აიათოლა არ არის.
ახლა ერთი რამეც მინდა დავამატო აქ აუცილებლად. ირანი არის მრავალეროვნული ქვეყანა, მაგრამ ირანში წამყვანი ეთნიკური ერთეულები ძვირფას მეგობრებო არიან სპარსელები და აზერბაიჯანელები. აი ხამენეის დაჯგუფება, იგივე მოჩთაბა, იგივე მამამისი, რომელიც დაიღუპა, ხო, დიდი აიათოლა, რაჰბარი. ესენი არიან აზერბაიჯანელები. მოჩთაბას დაჯგუფება არის აზერბაიჯანული დაჯგუფება. მაგრამ ლარიჯანის დაჯგუფება ეს არის სპარსელების დაჯგუფება. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ირანში ეროვნება გაუქმებულია და რელიგია, რახან თეოკრატია, მთავარი არის რელიგია, ხო? მაინც არის ეს დაპირისპირება, იმიტომ რომ ბოლო წლებია, რამოდენიმე ათეული წელია, ირანს უფრო აზერბაიჯანელები მართავენ, ვიდრე სპარსელები. ამიტომ იგივე ახლა პეზეშკიანიც, ანუ ორი წამყვანი პოსტი აზერბაიჯანელების ხელშია, რაჰბარი და პრეზიდენტი, ხო? ხა ეს დამთხოვა არ არის, მაინც მუშაობს იქ ეთნიკური ფაქტორი, ხო? ლარიჯანის ძმა, ეს სადეყ ლარიჯანი, ხო, არის აიათოლა. განსხვავებით მოჩთაბასგან. და ესეც არის საკმაოდ კონსერვატორი, მაგრამ მესამე არის კიდე გიორგი, რომელზედაც არ ლაპარაკობს, არამედ დიდი მნიშვნელობა აქვს. არის ჰასან ხომეინი, ეს არის დიდი რუჰოლა ხომეინის, ვინც რევოლუცია მოაწყო. გახსოვთ ხო, ძვირფას მეგობრებო, რევოლუცია მოაწყო რუჰოლა ხომეინი. ხო, იმისი შვილიშვილი, ჰასან. ჰასანიც არ არის აიათოლა, მაგრამ ეს ჰასანი გამოირჩევა პირიქით, გიორგი. ჰასანი არის მომხრე, რომ გაიყოს ანუ რეფორმა საერო და რელიგიური უნდა გაიყოს, სამხედროები არ უნდა ჩაერიონ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, გუშაკთა კორპუსის გავლენები უნდა შემცირდეს და რაც თავია დასავლეთთან უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა. უფრო შორსაც მიდის, რომ პოლიტიკური პარტიები უნდა დაუშვან. ანუ იმ ხომეინის, ვინც დაარსა და ვინც ეს სისტემა შექმნა, ხო, თეოკრატი, იმის შვილიშვილი ითხოვს რეფორმებს. ამიტომ მე ცოტა წინააღმდეგი ვარ, როცა ხა მე უსმენ ხოლმე საქართველოში ორადაა გაყოფილი დიდი ნაწილი დიდ ნაწილს არ მოწონს აიათოლების ხელისუფლება და ძნელია რომ არ დაეთანხმა მაშ, მაგრამ მეორე ნაწილი საერთოდ პროირანულად არის განწყობილი, რაც ჭკუიდან არიან გადასულები, ირანის მხარეზე არიან ზოგიერთი ქართველი, განსაკუთრებით დღევანდელი ხელისუფლების მომხრეები, პროპაგანდისტები, რომ ირანს როგორ დაესხნენ, ომი როგორ დაიწყო. ხო, იმა ძვირფას მეგობრებო, იმ აიათოლებში ისეთებიც არიან და ასეთებიც არიან რა. აიათოლა მონთაზარი იყო ასეთი, ის უნდა ყოფილიყო ხომეინის მემკვიდრე, მაგრამ როცა აიათოლა ხომეინი დაიწყო რეპრესიები, ამერიკელები აიყვანა მაშინ ტყვეთ, სალმან რუშდის წინააღმდეგ რომ მიიღო ფეტვა, რომ უნდა მოეკლათ, რომ დასავლეთს დაუპირისპირდა, იზოლაციონიზმზე გადავიდა, პოლიტიკური პარტიები გააუქმა, მაშინ აიათოლა მონთაზარი წავიდა ამის წინააღმდეგი. ის უნდა ყოფილიყო, რაჰბარი უნდა ყოფილიყო ის, მაგრამ ის რომ დაუპირისპირდა იმას აიათოლა ხომეინის, ის გადააყენეს, მაშინ ეს ხამენეი მოიყვანეს. ხამენეი აიათოლაც კი არ იყო, ისე დააირჩიეს რაჰბარად და იმას სული ამოხადეს. ის 2009 წელს ის მაგარი კაცი იყო ძალიან მონთაზარი, ძალიან საინტერესო ევროპასთან, დასავლეთთან ურთიერთობა, პარტიები დავაბრუნოთ, საერო ურთიერთობის, საერო საქმიანობაში არ უნდა ჩავერიოთ, ხო, არ გვინდა თეოკრატია და ასე შემდეგ. ისლამური რევოლუციის ექსპორტის წინააღმდეგ გამოდიოდა საერთოდ. მონთაზარი 16 წელი იჯდა შახის ციხეში. განსხვავებით აიათოლა ხომეინისგან, რომელიც ჯერ ერაყში იყო და მერე საფრანგეთში, ხო. ამიტომ ბევრი რაღაცები არის. ხო, ახლა ჩვენთანაც, ხო, ამას აუცილებლად უნდა ვილაპარაკო, გიორგი, ახლა ვერ გამოვტოვებ ამას, იმიტომ რომ უკვე ზღვარგადასული სახე აქვს საქართველოს. საქართველოში ხელისუფლების მომხრე მედია რესურსები ანვითარებენ ანტისემიტიზმს, ანტიისრაელის განწყობებს. აი ნახავთ, რომ რას ერჩოდა ისრაელი ირანს. ძვირფას მეგობრებო, ეს ომი იცით როდის დაიწყო? 7 ოქტომბერს. როცა დაესხნენ ჰამასის შეიარაღებული ფორმირებები, დაესხნენ ისრაელს თავს. მე მგონი იცით, თუ არ იცით, გაგაგებიებთ, რომ ჰამასი არის ირანის პროქსი ძალა. ირანი აფინანსებდა და ირანის დავალებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის დავალებით მოხდა ისრაელზე თავდასხმა. და ეს განგრძობითი ომია, ჩემო ძვირფასებო. ახლა შეეხება
ისრაელთან დაკავშირებით ირანი, ვინ არის აგრესორი? ჯერ უკას დახედეთ. ისრაელი არის ორი კახეთის ხელა. ორი კახეთის ხელა არის და ეს არის თურქეთზე ორჯერ დიდი ქვეყანა, 100 მილიონიანი და 10 მილიონიანი ისრაელი, რომელი აგრესორი. ხო, ამას ხო აქვს მნიშვნელობა. მერე კიდევ ირანის ისლამური რესპუბლიკა როცა დამყარდა პირველი საგარეო დოქტრინალური დიპლომატია გამოაცხადეს, რომ ამერიკა არის დიდი სატანა და ისრაელი არის მცირე სატანა და ისლამური რესპუბლიკის საგარეო დოქტრინა გულისხმობდა ისრაელის სახელმწიფოს განადგურებას. ახლა ამნაირი სახელმწიფო როა, რომელიც გემუქრება, რომ მე შენ აუცილებლად ჩემი ამოცანა არის, ყველაფერი უნდა დავხარჯო, ფულიც, ქონებაც, რესურსიც, სისხლიც, ადამიანის სიცოცხლე, ყველაფერი რომ შენ უნდა გაგანადგურო. ახმამა ღმერთის წინაშე ვარ ფუნდამენტალისტი და ვაკეთებ ბირთვულიერებს, ატომურ ბომბს. შიიტური რადიკალური ფრთის, იმიტომ რომ ყველა რელიგიას აქვს ზომიერი ფრთა და რადიკალური შიიტური რადიკალიზმი გულისხმობს ისრაელის განადგურებას. იმიტომ რომ მაჰდი რომელიც უნდა მოვიდეს მათი მესია მაშიახი ხო მუსლიმები ელოდებიან იმამ მაჰდის მოსვლა შიიტებში ეს საერთოდ კულტამდე აყვანილი ხო იმამ მაჰდის მოსვლამდე მანამდე ისრაელი უნდა განადგურდეს რელიგიური სახე აქვს ამას და ომი გოლდა მეირ ყველაზე მარტივად არის ნათქვამი ეს ისრაელი ირანის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტზე ყველაზე კარგად თქვა გოლდა მეიერმა და მე მგონი მიხვდებით მათ შორის ის პრიმიტივებიც რომლებიც ამ ჯგუფაზე ხართ გოლდა მეიერს აქვს ნათქვამი თუ ებრაელები არ იომებენ მათ მოსპობენ მაგრამ თუ არაბები არ იომებენ იქნება მშვიდობა აი ეს ხოვობა და აქ უკვე აშკარად ხედავ ანტისემიტურ განწყობებს აი გიორგი რა ტყუპის ცალი რუსული პროპაგანდის აი კომპლექტი აქვთ მენიუ აქვთ დღევანდელი ხელისუფლების მომხრეებს აქვთ მენიუ გადმოღებული დუგინის ბოდვების და ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილი არის ანტისემიტიზმი. საერთოდ ასეთ შეკითხვა მაქვს ძვირფასო მეგობრებო, ვინც ამ ჭკუაზე ხართ, რომ ებრაელები ყველაფერს მართავენ. ვინც ანტისემიტი ხართ და ვინც თვლით, რომ ებრაელები ყველაფერს მართავენ სოფლიოში, ამით ადასტურებთ, რომ ხართ გონებრივად ჩამორჩენილები, იმიტომ რომ 20 მილიონი არიან ებრაელები სოფლიოში. და დანარჩენ 8 მილიარდს მართავენ ისე რომ ეს დანარჩენი 8 მილიარდი საკოლად აქვს წეული ვერ ხვდება და მარტო თქვენ მიხვდით ძვირფასო კოცებო ეს ხო აღიარება რომ მე იდიოტი ვარ 20 მილიონი როგორ უნდა გმართავდეს 8 მილიარდს ხო ეს ერთ-ერთი დამადასტურებელი საბუთი ანტისემიტების ჩამორჩენილობისა გონებრივად ჩამორჩენილობისა ანტისემიტიზმის მიღმა ჩვენ გვაქვს კიდევ რამდენიმე სერიოზული აიტო დაანებეთ რა ისრაელს თავი და ებრაელებს რა კუბას ძვირფასო რადგან საქართველოს კონტექსტზე ვლაპარაკობ გრუზინებო დაანებეთ თავი რადგან საქართველოს კონტექსტზე ფოკუსირდით ამ ეტაპზე თუმცა ჩვენ დაუბრუნდებით მათ შორის არაბულ სახელმწიფოებთან ურთიერთობის თემას იქ თავად კიდევ უფრო დიდი გრან-თამაშის ნაწილში ტრამპის ჩინეთში ვიზიტის ერთი თვით ადრე ამ პროცესის მიმდინარეობაზე ამ ფაქტორზე ვილაპარაკებთ, მაგრამ ჩვენ საქართველოში რამდენიმე მუნიციპალიტეტში, აღმოსავლეთ საქართველოში შიიტური ელემენტი სადაც არის რელიგიური თვალსაზრისით, წლების განმავლობაში პირდაპირ უნდა ვთქვათ, ყოველგვარი მოკიბმოკიბვის გარეშე ქართული სპეცსამსახურების აქტიური მონაწილეობით ამ რელიგიური მიმდინარეობების მთავარი საბჭო ფუნქციონირებდა და ფუნქციონირებს მათი მხრიდან განცხადებებიც გაკეთდა და ჩვენ ვნახეთ ამ დღეებშიც მათ შორის თუმცა მანამდეც ვნახეთ რამდენიმე მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქუჩაზე საკმაოდ დიდი დემონსტრაციები ხამენეის პლაკატებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მხარდამჭერი შეძახილებით და პირდაპირ ბრალდებებით, რომელიც ისმის ახლა ამ შემთხვევაში კონკრეტულად შეიხების, ანუ სასულიერო პირების მხრიდან, როგორც შეერთებული შტატების, ასევე
ისრაელის მიმართ. ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ეს ყველაფერი რელიგიური თავისუფლების ფარგლებს მიღმა აჩენს სერიოზულ შეკითხვებს და მიუთითებს პოტენციალზე გარკვეული პრობლემებისა. ძალიან ფრთხილად ვსაუბრობ და უნდა ვისაუბროთ კიდეც ამაზე, მაგრამ რას უნდა აქცევდეს ხელისუფლება ყურადღებას ამ შემთხვევაში. იმიტომ აქ არის აზერბაიჯანული ელემენტიც, სხვა შორის ესეც მინდა რომ ვახსენოთ რა განსხვავებაა და აზერბაიჯანს რატომ აქვს განსხვავებული მიდგომა ამ კუთხით. დიახ. ძირფასო მეგობრებო, სახელმწიფო ხუმრობა თემა არ არის, სახელმწიფო არ არის სეფაში დაждდომა და სულელ თამადაზე მოსმენა რა. სახელმწიფო შედგება ძალიან ბევრი ფარული თუ ღია ნაწილისაგან და კომპონენტისაგან. სახელმწიფოს ყველაზე მთავარი ამოცანა არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა თავის მოქალაქეების და უსაფრთხოების მრავალი ფორმაცია არსებობს, გიორგი. არსებობს ეკოლოგიური უსაფრთხოება, არსებობს დემოგრაფიული უსაფრთხოება, ყველანაირი უსაფრთხოება არსებობს. სასურსათო, სამხედრო და ასე შემდეგ. ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი სახელმწიფოს უსაფრთხოების მით უმეტეს ჩვენ რეგიონში ეს არის რელიგიური უსაფრთხოება. ანუ რამდენად თანამშრომლობს ქვეყანაში გავრცელებული რელიგია ან რელიგიები ხელისუფლებასთან და ხელისუფლებაც რამდენად თანამშრომლობს და არ დაუმალავ, რამდენად აკონტროლებს ამას ხელისუფლება, იმიტომ რომ ახლა რამდენიც ახლა პოზა და პოზიორობა არ დავიწყოთ, ყველა ქვეყანაში სპეცსამსახურებს აქვს ცალკე განყოფილება, რომელიც მუშაობს ამა თუ იმ მიმართულებით რელიგიური უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებით, ხო? საქართველო მით უმეტეს მოწყვლადია, იმიტომ რომ ეს რელიგიური ექსტრემიზმის და სხვა პრობლემების გამოსარეს. საქართველოში ცხოვრობენ ქრისტიანები, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები, ასევე ცხოვრობენ იუდეველები, ასევე ცხოვრობენ ისლამის თითქმის ყველა მიმდინარეობის წარმომადგენლები, ასევე ცხოვრობენ თქვათ იეზიდები, რომლებიც ცალკე რელიგიურისა, თუმცა ცოტანი დარჩნენ სამწუხაროდ, მინდა ვთქვა. საქართველოში ძვირფასო აი ხელისუფლებას მოგმართავთ. რამდენად აკონტროლებთ თქვენ საქართველოში რელიგიურ უსაფრთხოებას და რელიგიურ ფულს და პირდაპირ გეუბნებით. ირანის ნაკადებს რამდენად აკონტროლებთ. ძვირფასო სუსელებო, მე და გიორგის რო გვისმენთ და ჩვენ ფეხის ზომა რო იცით. და დილით რითი ვსაუზნობთ. ხო, ჩვენი ოჯახის წევრებს რო უთვალთვალებთ. ჩვენ არა ვართ სახიფათონი ამ სახელმწიფოსთვის მარტივი მიზეზის გამო. იმიტომ რომ სამდე თქვენ გამოჩნდებოდით და თქვენი ბელადი. ხო, ვინც აკავთ ახლა. ხო, მანამდე მეც და გიორგიც მონაწილეობას ვღებულობდით ამ სახელმწიფოს დაფუძნებაში. ის თავისი პროფესიით და მე ჩემი პროფესიით და საქმიანობით და ბოლოს და ბოლოს დამოუკიდებლობის აქცია მაქვს ხელი მოწერილი საიდანაც გამომდინარე დღეს თქვენ ახართ ხელისუფლებაში, თორე კომუნისტები რო დარჩენილიყავით, თქვენ კომკავშირშიც არ დაგაწინაურებდნენ. თქვენი შესაძლებლობების ხალხს იქ არ აწინაურებდნენ, იმიტომ რომ სოციალური ლიფტები მაინც ჰქონდათ ბოლშევიკებს, რაც არ უნდა თქვა. აუგი ხო და ბევრი აქ სააუგო ხო, მაგრამ რამდენად აკონტროლებთ ირანულ ფულს? რამდენად აკონტროლებთ ირანელ სასულიერო პირებს? არ აკონტროლებთ. საქართველო არის გაგლეჯილი ტომარა, უძირო. გატეხილი ქვევრი, ვისაც უნდა შედის, ვისაც უნდა გამოდის, სუნიტები, შიიტები, არაბული სამყარო, ირანული სამყარო, თურქეთის რესპუბლიკა თვითონ აკონტროლებს ამას და ამ შემთხვევაში ასე ძიმეთ არ აქვს საქმე. რა უნდათ საქართველოში ირანის მოქალაქე სასულიერო პირებს? და მით უმეტეს უნივერსიტეტს, რომელიც არ არის ლიცენზირებული. აი რა უნდა, ლიცენზირებული კი არ არის, დასანქცირებულია. და ჯიხადის იდეებს ასავლიან ჩვენ მოქალაქეებს. ქვემო ქართლში ძალიან ბევრი ექსპერტი ლაპარაკობს და ვერ ერკვევა ამაში. ჩვენი აზერბაიჯანელები, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების უმრავლესობა არის შიიტი და არა სუნიტი, ბევრშოგონია ექსპერტს. ჭკუას რო ასავლია. სუნიტები ჩვენთან არიან ჩვენი აჭარლები და ჩვენი ქისტები. მაგრამ შიიტები არიან აზერბაიჯანელები, ეთნიკური აზერბაიჯანელები, ჩვენი მოქალაქეები ხო? რატომ არის რომ ჩვენი ეთნიკური აზერბაიჯანელები დასახლებულ
ტერიტორიაზე ძალიან უპრობლემოდ მოძრაობენ ირანიდან ჩამოსული სასულიერო პირები. რატომ არის რომ საქართველოს მოქალაქეები მიყავთ მასობრივად ყუმის სასწავლებელში, იქ სწავლობენ და მერე უკან ბრუნდებიან. ყუმი არის შიიტური ისლამის სასულიერო ქალაქი, მთავარი შიიტებს აქვთ ორი მთავარი ქალაქი, ყუმი და ნაჯაფი. ნაჯაფი არის ერაყში. ხო? და კერბელა. ხო? რატომ ხდება ეს? ახლა გეტყვით ჩვენ მეზობლებს როგორია? ახლა სომხეთს ამის პრობლემა არ აქვს. იმიტომ სომხეთი არის მონოეთნიკური ქვეყანა, 98% სომეხი ქრისტიანი ცხოვრობს, მაგრამ ახლა აზერბაიჯანი როგორ იქცევა? კი, ისე თვითონ აზერბაიჯანში მოსახლეობის უმრავლესობა არის შიიზმის მიმდევრები, თუმცა სუნიტების რიცხვი იზრდება იქ თურქეთთან ურთიერთობის გამო. და თვითონ ბევრი აზერბაიჯანელი გადადის სუნიზმზე, მაგრამ ამას თავიდანვე. აი ალიევს როგორ აქვს? იცით ძვირფას მეგობრებო, მოწყობილი. ალიევმა ჩაკეტა საზღვრო ირანთან და ყველა ქვეყანასთან და აზერბაიჯანში არის კანონი მიღებული, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ვერც ერთი სასულიერო პირი თავის საქმიანობას ვერ განახორციელებს ის თუ არ არის აზერბაიჯანის მოქალაქე. ანუ ქრისტიანი იქნება თუ ასე იქნება, საინგილოში რო არის გარკვეული საკითხები და შეკითხვები, აზერბაიჯანელები პასუხობენ, რომ საინგილოდან წაიყვანეთ საპატრიარქოს სასულიერო აკადემიაში ჩვენი მოქალაქეები, ასწავლეთ და დააბრუნეთ და კი ბატონო. საპატრიარქოში ხო იცით ამის შესახებ? რატო არ აკეთებთ? აი ინგილოები წაიყვანეთ, კი ბატონო, ასწავლეთ, ისინი მათი მოქალაქეები არიან, ხო, აზერბაიჯანის პასპორტები. ჰერები, ხო. ჰერები, ხო? წაიყვანეთ, ასწავლეთ და ვერ ჩამოვლენ, კი ბატონო. ხო? თუმცა ბევრი საკითხები ახლა მას თავიდან აზერბაიჯანმა ჩააკეტა, ირანელებს ჩაუკეტა თავისი რელიგიური საზღვრები. არა მარტო ეკონომიკური, რომელიც კოვიდის მერე არ გაუხსნი. ახლა საქართველოსთანაც აქვს აზერბაიჯანს ჩაკეტილი საზღვრები. იცით რატო? აი აქ რო შემოგულავებულები არიან ირანიდან სასულიერო მოღვაწეები, აზერბაიჯანში რო არ შევიდნენ. იმიტომ რომ აზერბაიჯანი ძალიან მკაცრად ძალიან მკაცრად ალიევს აქვს რელიგიური უმკაცრესი რელიგიური პოლიტიკა საერთოდ მუშაობს. ეს არის ტიპიური სეკულარული სახელმწიფო. ტიპიური სეკულარული სახელმწიფო, სადაც რელიგიაც და რელიგიებიც, ყველა კონფესიები ხარში უდგანან აზერბაიჯანის სახელმწიფოს ოღონდ უმცროს პარტნიორებად და არა ტოლ და სორად. საქართველოს, რომლისთვისაც არ არის ტრადიციული ეს ამბები და ახლა ჩვენი ყველა ერი რა არის წარსული აწყო და მომავალი, ხო? ყველას ჩვენი ისტორიული ტრამვები გვაქვს მიღებული. რატო არის მოგლეჯილი ეს ჩვენი საზღვარი ირანთან დაკავშირებით? ძვირფასო ქოცებო, თქვენს გეკითხებთ, ერეკლეს მოყვარულებო. ამითი რომ შეურაცხყოფას აღენებთ ერეკლე მეფეს და რა იცით თქვენ ერეკლე მეფე ვინ იყო? ინსპექტორად რო დააღენეთ ტრასაზე. ამაზე დიდი შეურაცხყოფა რა შეიძლება იყოს პატარა კახის, ხო? ხო იცავთ ქართულ ქრისტიანობას იცავთ, ქართულ ეროვნულობას იცავთ, ეკლესია მონასტრებს იცავთ, არა და ლამის დაგვენგრა გელათი უკვე. ლამი ჩამოიყვენთა უკვე თქვენ ხელში, ოჯახის სიწმინდეს იცავთ და ქალი აღარ დარჩა ქვეყანაში. ოჯახური სიწმინდის დღეზე რო გამოდიხართ, მარტო კაცები გამოდიხართ. აბა ქალი სად არის იქა? აი ეს არის ამ ხელი ძვირფასო იქ არაბული თბილისის საამიროს აღდგენა არაბული ბიზნესის მე მასავლით ნურც არაბებს ნურც სპარსელებს და ნურც თურქებს რა აი დაეწყეთ ფალანგად და იმათ შერენგად მთელი ქოცები საკოძეთი თქვენი ექსპერტები მოიყვანეთ და დამიჯექით აგერ და მთელ სამყაროს გავაგებიებ რომ ხართ უწინგრურები ერთად აღებული და ძალ-ძალკე წარმოდგენა რო არა გაქვთ ისეთ სისულელებს რო ლაპარაკობთ თუნდაც ამ ირანთან დაკავშირებით რატო არის მოღებული რელიგიური საზღვრები რატო არ არის საქართველოს ჩაკეტილი რა უნდათ ირანიდან ჩამოსულ სასულიერო პირებს ლექტორებს მასწავლებლებს რა უნდათ საქართველოს ტერიტორიაზე
იმ ალიევმა იმიტომ ჩაკეტა, რომ ჩვენი ეთნიკური აზერბაიჯანელებიც კი არ ჩავიდნენ ბაქოში. იმიტომ რომ მათზე უკვე რელიგიური გავლენა აქვს. ირანი აუარ მილიარდებს ხარჯავს რელიგიურ გავლენებზე. არგენტინაში, ბრაზილიაში სახელმწიფო პოლიტიკის თავარი ერაღია სახელმწიფო პოლიტიკის. სახელმწიფო პოლიტიკის მაშინ როდესაც ქართულ მუსლიმებს ვერ მიუღწევიათ ბათუმში ამდენი წლის განმავლობაში საოცავის მშენებლობაზე ნებართვა ადგილობრივი ვითომ. გიორგი, მე როცა ვიყავი პარლამენტში და ვიყავი კომიტეტის ხელმძღვანელი 2016 წლამდე, მე შევიტანე ჯერ ეს დიდი ბიძინა იყო ჩვენი რახბარი. და მე ეს უპრინციპულეს დიდი ქრისტიანი და ერის გადამრჩენელი ვისა ღარიბაშვილი. ორჯერ ჯერ იმას და მე ამას შეუტანე კანონ პროექტი, რომ უცხოური გავლენები, რელიგიური გავლენები რომ მოусპოთ ქვეყანაში. მოდი ჩვენ თვითონ თბილისში ან მარნეულში გავხსნათ შიიტური სასწავლებელი, სადაც ჩვენი სახელმწიფო დააფინანსებს და ჩვენს სასულიერო კადრებს აზერბაიჯანელებისთვის მოამზადებს ისევე როგორც ქართული მუსლიმები არიან ძალიან მოწადინებულები. ანუ კადრები, სასულიერო კადრები მოგვემზადებიან როგორც სუნიტი სასულიერო პირები, ისე შიიტები ჩვენ ვინც ამზადებს იმისია რა, მოკლედ რო ვთქვათ. ვინც ამზადებს იმისია. იმიტომ რომ საუდის არაბეთიც ერთვებოდა და ჩართულია ახლაც და თავის დროს თურქეთი ჩართული იყო, თუმცა ერდოგანის ბოლო პერიოდში უკვე ნაკლებად არის. თუმცა არის გავლენები რელიგიური. რუსულ გავლენებზე აღარ ვლაპარაკობ, რაც ჭირს ქართულ იმას საპატრიარქოს ადმინისტრაციას, ეკლესიას არ ვახსენებ. ეკლესია ქრისტეს სხეულია. და ძალიან ხშირად ადმინისტრაცია არ ემთხვევა იმას, რა ჩვენ ვიცით, რაც მოციქულებმა გვასწავლეს. პეტრე და პავლე მოციქულებმა. ხო? მაგრამ იქაო, ესე იგი საქართველო არის ყველა ქვეყნის რელიგიური გავლენების ქვეშ. თურქეთისაც, საუდის არაბეთისაც, ირანისაც, რუსეთისაც, ნაწილობრივ სომხეთისაც, თუმცა სომხეთის სხვა პროცესებიც ეს ცალკე თემაა. აი ეს არის თქვენი ფარისევლობა. თქვენი ჩამორჩენილობა, თქვენი უწიგნურობა და ძვირფასო ქართული ოცნების მომხრეები რო ხართ, რო არ გშველით არაფერი. რო არ გშველით, გარეჯი ხო დაუბრუნეთ საქართველოს. რამდენჯერ შეხვდით ალიევს და რამდენჯერ გაუბედეთ გარეჯის დაბრუნება. ის თქვენი ფალავანი რო იყო ეს ღარიბაშვილი, რო მასშებოდა, მამლაყი მწობდა. და ლამის ერის გადამრჩა ილია ჭავჭავაძეც რო ჩასვით ციხეში ახლა ეს ღარიბაშვილი ის ტიტულები მოუხსენით ერის გადამრჩენელი და ქრისტიანობის დამცველი თუ დაუტოვეთ თუ ამ ირაკლის გადმოაბარეთ ახლა ირაკლი მესამე თუ მეოთხე რა საერთო გაქვთ ამ პატარა კახთან პატარა კახი გამოაცხადეს თავარ გმირად, ისე რომ დავით აღმაშენებლის თემა საერთოდ ჩააჩოჩეს, სხვა კი ბატონო, მე ვარ მოყვარული პატარა კახის, დიდი მეფის, მაგრამ ახლა არც დავითზე დიდი ყოფილა ის და არც გიორგი ბრწყინვალაძე და არც ვახტანგ გორგასალზე, რომელიც დაავიწყეთ საერთოდ ამ ქვეყანას. ხო? ასე არის და ისე ყველასთვის გასაგებად მინდა მითხრა, დასავლეთ საქართველოში სოლომონ პირველი იყო მაგარი, არანაკლები, ქვახეთქია ასე ეძახოდნენ, ისეთი გამოხედვა გონდა. ამიტომ ასე ამას დაანებეთ თავიანთ სპეკულირებებს, თავიდან მით უმეტეს ისტორიაში რა გესაქმებათ. ქოცებო, საკუთარი ბიოგრაფიები არ იცით. საკუთარი წინაპრები არ იცით, ვინ იყვნენ. ზოგიერთ საფლავის ქვებსაც მალავთ და ახალს აყენებთ. ამის იქეთ აღარ წავალ. თუ არ არის ასე ნეოქართველები ინკუბატორი და ველად იყავთ იმერზე რა კითხვა არ იცის საერთოდ რელიგიასთან რა საერთო აქვს იმას თქვენ იმას რახბარს ამხანაგ ბიძინას აი ამაშია საქმე ეს პრობლემები გვაქვს სადაა რელიგიური უსაფრთხოება ქვეყნის ძირგავარდნილი ვის არის ქვევრი არის და კალათია ქვეყანა ვისაც არ ეზარება ყველა შემოდის და გადის თუ არა და მითხარ კაი მე არ მოგწონ ვარ გიორგი არ მოგწონთ ეს თქვენი ნება არის კაცო არავის არ ვეხუტები ღმერთმა დამიფაროს თქვენ გაჩახუტებისგან ქვეყნის მოღალატეებთან ჩახუტება გადმომდები არის
მაგრამ თქვენ თავს ახლა რომ ისმენთ ხოცები და ნერვები რო გაქვთ დაგლეჯაზე, ხო ვიცი არა? ვიოლინოს უკრავთ საკუთარ ნერვებზე, მე რო დამინახავთ. ხანდახან დაგენახვებით ხოლმე, არ არის პრობლემა. მაგრამ გეუბნებით, ხო იცით რომ რასაც ვლაპარაკობ მართალია? თქვენ ფარისევლებო თქვენა, თქვენ ქრისტეს ფეხის კუნეტლებო თქვენა. გუბას იმ ქვეყანა რახტას დაანგრევის პირას არის მისული. ვინ შემოდის, ვინ გადით, ვინას ააფეთქებს? რამე რომ მოვიდეს ისრაელის საელჩოს და ამერიკის საელჩოს აქ, რა შვებით? თუ სატირალში წავა ის კიდე კობახიძე. ალბათ მაშინ წავა შილას რო ჩამოუტარებენ. ბოლოს არაბულ ქვეყნებზე მინდოდა შენი აზრი მომესმინა, განსაკუთრებით კარგად იცნობ შენ არაბულ სამყაროს და მოლოდინი მაინც არ არსებობდა რომ ირანი განახორციელებდა დარტყმებს არაბულ სახელმწიფოებზე უკვე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამერიკულ ბაზებთან დაკავშირებით მოლოდინი იყო, მათ შორის იმ 12 დღიანი ომის დროსაც მოხდა მსგავსი რამ. რას აკეთებს ამით ირანი და რა შედეგს მოიმკის? რას აკეთებს გასაგებია, ესკალაციასკენ მიყავს, აფართოებს კონფლიქტის სივრცეს და ტერიტორიას და სხვებსაც ეუბნება, რომ მე თუ მტკივა, შენც უნდა გეტკინოს და ამიტომ მოახდინე გავლენა ამერიკელებზე, მაგრამ შედეგად რას მიიღებს? გიორგი, მე რო არ დაგიმალოთ ახლა ძალიან ბევრი მათ შორის მთელ მსოფლიოში თვლიდნენ რომ არა ირანელები არაბულ ქვეყნებს როგორ დაარტყამენ და მე ველოდებოდი როგორ დაარტყამდნენ, იმიტომ რომ ეს სამკეთება არაბების და სპარსელების ურთიერთობა. ეს არის 1400 წლოვანი მტრობა, რომელზედაც წარმოდგენა უნდა ქონდეს. არაბები რო სუნიტებად დარჩნენ, სპარსელები ამიტომ გახდნენ შიიტები. არაბებს რო შიიზმი აერჩიათ, აი ამათ ჯინაზე სპარსელები იქნებოდნენ ახლა სუნიტები. ეს ეთნიკური არჩევანი იყო, შიიზმი იყო არჩევანი. ახლა რატო აფართოებს ირანი? ესეც რო გავიგოთ და ლოგიკას ჩავწვდეთ, ძვირფასო მეგობრებო, შიიტურ ისლამში არის მსხვერპლის კულტი. თვითშეწირვა. ისევ ვიმეორებ, შიიტურ ისლამის ერთ-ერთი მთავარი პერსონა, ფიგურა, მათ შორის მათ წინასწარმეტყველ მუჰამედზე, მოციქულ მუჰამედზე და იგივე ალიზე უფრო მეტად ეს არის იმამი ჰუსეინი, მუჰამედის შვილიშვილის, ალის და ფატიმას შვილის, უმცროსი შვილის კვლელობა ქერბელასთან. არ ვიცი, გინახავთ თუ არა, აშურა არის ასეთი გლოვის დღე, ბევრი ქართველი ძაღლი დღესასწაული როგორია გლოვის დღეა. აშურას დროს, როცა შიიტები ძიმე ჯაჭვებს და ხანდახან ძალიან ჭრელ ნივთებსაც ირტყავენ და ისესხლიანებენ თავს და თვითმკვლელობების შედეგიც არის. ეს არის იმამ ჰუსეინის გლოვა, როცა ის მოკლეს ქერბელასთან ბრძოლაში. მუსლიმებისთვის, უпроსორად შიიტი მუსლიმებისთვის თავარი საკვანძო ქმედება ეს არის შეწირვა. შეწირვა უნდა შეეწირო. იმამ ჰუსეინის გზაზე უნდა დადგეს. სხვათა შორის ეს რაჰბარიც უკვე სიმბოლო ხდება. სიმბოლო, იმიტომ რომ შეეწირა ის მათი კონცეფციით, ის დაადგა იმამ ჰუსეინის გზას. ასეთი ნაწილი ირანის მოსახლეობაში არ არის უმრავლესობა. სადღაც 15-დან 20% არის ასეთ რადიკალურად განწყობილი, ფანატიზმამდე რო არის მისული. სხვათა შორის ამაზედაც ძალიან მოკლედ თუ ირანის მოსახლეობა არის სეგმენტირებული, არიან ხელისუფლების მომხრეები 15-20%, მაგრამ ძალიან აქტიური, ეს ახლა 20 მილიონი კაცია, 15-20% ზოდა არ არის, ხო? აქტიური. შვაში არის მასა, რომელსაც აქამდე არ აინტერესებდა გარდა ეკონომიკური შესაძლებლობებისა, თუმცა ახლა რო გაუჭირდათ უკვე ოპოზიციის მხარეს წავიდნენ, არიან რესპუბლიკის მომხრეები, არიან ანტი-ისლამისტები, ვინც თulis აი ირანში და განსაკუთრებით ემიგრაციაში ძალიან ბევრი ირანელი თulis, რომ ისლამი არის დამყრობელი არაბების მიერ მოტანილი რელიგია, რომელმაც დავღუპა ჩვენ.
ეს მათი მოსაზრება, მათ მოსაზრებას გიზიარებ. სპარსული ნაციონალიზმის. ამაზე დგას სპარსული ნაციონალიზმი, ხო? და გარდა ამის არიან შაჰის მომხრეები, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში არის ესა. გარდა ამისა, ირანი იყოფა ეთნიკურ ერთეულებად. ყველაზე მეტი არავის არ აქვს დათვლილი, მაგრამ ნახევარზე მეტი არიან სპარსელები, მერე მოდიან აზერბაიჯანელები, მერე მოდიან ქურთები, მერე მოდიან ლურები, მერე მოდიან ბელუჯები. და მე არიან კიდე არაბებიც, თურქმენებიც და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეთნიკური პროვინციები, აი მაგალითად არის ახლა დღეს გავრცელდა განსაკუთრებით, რომ ცენტრალური სადაზვერვო ორგანიზაცია აპირებს, ამერიკელების დაზვერვა აპირებს, რომ სამმართველო უბრალოდ აპირებს, რომ ქურთების შეიარაღება მოხდეს ერაყის ტერიტორიაზე და ქურთული რაზმები გადავიდეს ირანში საომრად. სახმელეთო ოპერაცია. ახლა მე გეტყვით, ბევრი იძახის, რომ არაფერი სეპარატიზმი ირანს არ ემუქრება, არც აზერბაიჯანელები, არც ქურთები და არც ბელუჯები არ არიან სეპარატისტები, ისინი არიან ტიპიური ავტონომისტები. არც აზერბაიჯანელებს უნდათ ირანიდან გასვლა, გადასარევად ცხოვრობენ, მართავენ ირანს. არც ქურთები გეგმავენ, რომ გავიდნენ ირანიდან. იმიტომ საკმაოდ დიდი გავლენები აქვთ. არც ბელუჯები, უფრო ბელუჯებში არის პრობლემა, მაგრამ ბელუჯისტანი არის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პაკისტანის საზღვართან მიმართებაში. ქურთები და ბელუჯები იარაღთან ათამაშები ხალხია, ნამდვილად. და ახლა ეს ქურთული რაზმები არ ვიცი მე რამდენად შესაძლებელია, როგორ არის შესაძლებელი. ქურთული რაზმები შევლენ, არ შევლენ სახმელეთო ოპერაციებს, სხვათა შორის თუ რამე ჩამოაქცევს ახლა ხელისუფლებას, ეს არის არმიის პოზიცია. ჯერჯერობით არმია გაჩერებულია. არ ვიცი, ახლა უფლისული რეზა ფეხლები გვეუბნება, რომ არმიასთან მას ურთიერთობა აქვს უმაღლეს ოფიცრებთან, გენერლებთან და ასე შემდეგ. ჯერჯერობით არმია არც იქეთ ჩანს და არც აქეთ ჩანს. ახლა არმია თუ გამოვიდა და დაუპირისპირდა გუშაკთა კორპუსს, იმ გუშაკთა კორპუსში ცხრა დალაგებულად არ არის გიორგი საქმე. იმიტომ რომ მოლაპარაკებაზე აი ასეთი არაოფიციალური მოთხოვნები არის ორმხრივი. ამერიკელები და ებრაელები ითხოვდნენ 3-0, ეს არის 0 ბირთვული იარაღი, 0 ბალისტიკა და 0 პროქსი ძალები, ანუ ჰამასი, ჰეზბოლა და ხუსიტები, ხო? გარდა ამისა, რუსეთთან და ჩინეთთან ძმაკაცობას თავის გადადით დაანებეთ და გადადით ნაცნობობაზე მარტო სამაგიეროდ მოგიხსნით ნავთობზე, ეტაპობრივად და გაზზე იმას. ფული შემოგივათ, ხო, სულს მოითქვა. ახლა იმათი მხრიდან როგორ რაღაცა არის, ახლა არაოფიციალური კონტაქტები მათ შორის იყო და არის ახლაც დარწმუნებული ვარ, ხო? ირანელების დღევანდელი მოქმედი ხელისუფლებისთვის რა არის მთავარი მნიშვნელოვანი? პირველი რომ დარჩე ვენესუელის ფორმაცია, ანუ დარჩეს ხელისუფლება ოღონდ ისინი ზავლე რეფორმებზე, დარჩეთ მათ ნაძარცვი დიდი ფინანსები, სხვათა შორის გუშაკთა კორპუსი ზოგი ამბობს 40%, მე ვიცი რომ 60%-ს აკონტროლებს ირანის ეკონომიკის. ფული გუშაკთა კორპუსის ხელშია, ხო? და მესამე არის ის, რომ შახი არ ჩამოუშვათ. სხვათა შორის ამერიკელების და ებრაელების პოზიცია ამაში მკაცრად გაყოფილია. ისრაელი ლობირებს შახის დაბრუნებას. უფლისრულის უпроსო. ამერიკელებს უფრო თავისუფლად აქვს, ღიად აქვს ეს საქმე დაკავებული. ამიტომ ძალიან საინტერესო სისხლიანი პროცესი მიდის, მაგრამ ის რომ ირანი მარტო მსხვერპლია, ასე ნუ ჩათვლით რა ძვირფასო მეგობრებო რა. გუბას, დიდი მადლობა. მადლობ თქვენ. იდება უფრა. ეჭვი მაქვს რომ ამ თემასთან დაკავშირებით ერთად მოგვიწევს საუბაროს ირანელი ხალხი, იმიტომ რომ ეს არის ძალიან პარადოქსული ქვეყანაა, გიორგი, მოკლედ ვიტყვი. ეს არის ძალიან არაეფექტური სახელმწიფო დღეს რაც არის. აი ხედავთ რომ არაეფექტურია შიმშილობა, უწყლობა და სისხლი იღრება, ხო, მაგრამ თვითონ ხალხი ეს არის ფანტასტიკური ხალხი, თავისი გონებრივი შესაძლებლობებით, ისტორიით, კულტურით, სხვათა შორის ემიგრაცია ყავთ დიდი. 4-დან 8 მილიონამდე ანგარიშობენ, ხო? ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ემიგრაცია თქვათ იგივე შტატებში. შტატებში ხო როგორ არის ახალი ემიგრაციები რომ მოდიოდა, ვიღაცას დრო ჭირდებოდა, ვიღაცას ძალიან სწრაფად დაწინაურდნენ. მედიცინა, იურისპრუდენცია,
არ ვიცი, აი ძალიან სხვათა შორის ერთი რამეც მინდა გითხრათ, ირანულ დიასპორაში წასული ევანგელიზაცია ბევრი იღებს ქრისტიანობას და ბევრი უბრუნდება მაზდეიანობას, თავის ეროვნულ რელიგიას. მადლობა აღმოსავლეთმცოდნე ისტორიკოს გუბა სანიკიძეს, რომელთან ერთადაც სხვათა შორის გადაცემა და ციკლი მოგზაურობა წარსულში გრძელდება დროების YouTube არხზე და იქაც ახლა ვართ ირანის ალექსანდრე მაკედონელის ირანში ლაშქრობის და სხვათა შორის ირანულ ნაციონალიზმზე მოგვიწია საუბარი, როდესაც დარიუსზე ვსაუბრობ. ირანული ნაციონალიზმის აღზევება იწყება და შეგიძლიათ მიადევნოთ თვალით და ყურით ამ გადაცემებსაც. მადლობა უთხრათ მას, რეკლამაზე გავიდეთ ახლა რამდენიმე წუთით, დავბრუნდებით დღეს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მთელი პაკეტით, რომელმაც საქართველოში ფაქტობრივად პოლიტიკური აქტივიზმი მოსპო და აკრძალა, შეიძლება ასე ვთქვა, თუ რატომ და რა ამ პირობებში როგორ უნდა იარსებონ და იმუშაონ პოლიტიკურმა პარტიებმა. ვისაუბრებთ ლეო ძლიერის საქართველოს გენერალურ მდივანთან ირაკლი კუპრაძესთან ერთადაც და გადაცემის ბოლოს პაატა ზაქარიაშვილი შეაფასებს ფაშინიანის ვიზიტის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან დეტალს, რომელიც დეტალური ანალიზის ყურადღების მიღმა დარჩა განაგრძო ფორმას.